გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში ვეცდები ვისაუბრო საკითხებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად მეც თქვენც და ყველას იგივე მიზეზით გვეზარება ხოლმე კითხვა, ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმით თუ გაგიზიარებთ აზრს, უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის მოსასმენად მაინც. ვეცდები ჩემი აზრი გაგიზიაროთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის დაპირისპირება საზოგადოებაში, ჯენზი თავისი გაშავების თუ სტიგმატიზების იმ მეთოდებით, რომლებსაც მიმართავენ ჯენზისკენ და არ ვიცი ინფორმაციის შესახებ გეტყვით ერთ-ორ სიტყვას, როგორ ვიურთიერთოთ ინფორმაციულ ნაკადებთან და როგორ დავაღწიოთ თავი დეზინფორმაციას რაღაც მარტივ მეთოდებით თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. პირველ რიგში დაპირისპირებას რაც შეეხება, ძალიან ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად შეხვდებოდა აზრი იმის შესახებ, თქოს ეს კანონი გვაპირისპირებს. რეალურად ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ეს კანონი არ გვაპირისპირებს, ეს დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს საზოგადოებაში, უბრალოდ ამ კანონმა, რუსულმა კანონმა გამოავლინა, აღმოჩნდა რაღაც ლაკმუსის ქაღალდის პრინციპის, რომელსაც გამოავლინა ყველა ის ესე ვთქვათ, წინააღმდეგობები საზოგადოებაში თუ დაპირისპირებები, რომლებიც იდეურად თუ იდეოლოგიურად ერთმანეთს გვაშორებს. ეს დაპირისპირება არ დაწყებულა დღეს, ამ დაპირისპირებაში ბევრ მხარეს მიუძღვის წვლილი და მათ შორის არანაკლებია მედია, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდა პოსტსაბჭოთა თუ საბჭოთა პრინციპის დაყოფა საზოგადოების სოფლელებად და ქალაქელებად, იქნებოდა ეს რაღაცა მუსიკის მსმენელები თუ რაღაცა მორწმუნეები და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოებაში დაპირისპირების რა შესაძლებლობაც კი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლების დროს და კგბ-ის დროს არსებობდა კრიტერიუმები რის ხარჯზე შესაძლებელი იყო საზოგადოების დაპირისპირება, ამას იყენებდა ხოლმე მედია ძალიან კარგად ყოველთვის. მაგალითად შეიძლება თქვენ თაობას ჯენზის მიმართ განსაკუთრებით შეიძლება არ ახსოვდეს, მაგათად იყო ესეთი გადაცემა, სადაც დასვამდნენ ხოლმე ორ ადამიანს პირობითად 13 წლის ემოს და მეორე მხარეს რაღაცა, არ ვიცი, დეკანოს, ან ვიღაცა მსგავს სასულიერო პირს, რომელიც ასაკით და გამოცდილებით მინიმუმ შეძლებდა დაიჩაგრა მეორე მხარე და დააპირისპირებდნენ ერთმანეთს და მთელი გადაცემის არსი იყო, რომ უბრალოდ დაპირისპირება ყოფილიყო. არანაირი კონსენსუსი არ დგებოდა, არანაირი დასკვნითი ესე ვთქვათ, იდეა არ იყო, რადგან ბოლოს ეს გადაცემა შეჯერდებოდა. ასეთი გადაცემების სიმრავლე და ასეთი გადაცემების ახლა გაქრობა ეთერიდან კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენად კონკრეტულ საქმეს ასრულებდნენ ეს გადაცემები, რომელსაც მაშინ როდესაც ვიძახდით და ერთმანეთს უზიარებდით, ეს გადაცემები ხმარდება საზოგადოების დაპირისპირებას, რომ ეს გადაცემები რუსული პროპაგანდის ნაწილია და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში პასუხობს მეც, რომ ეს იყო რაღაც კომერციული ინტერესებით გამოწვეული და რეიტინგები იყო გადამწყვეტი. ამაში რეიტინგები არაფერს შეერყო ისიც მეტყოლებს, რატომაც ახლა რაღაც ერთიანად გაითიშა მსგავსი ტიპის გადაცემები, სავარაუდოდ მათ თავისი როლი უკვე შეასრულეს დაპირისპირების კუთხით. მაგალითად დაპირისპირებაზე რო გითხრათ, სტუდენტი ვიყავი მეორე კურსის, 35 წლის ვარ და გადათვალეთ რამდენი ხანია გასული, როდესაც უნივერსიტეტში ტარდებოდა შეხვედრა რელიგია თუ მეცნიერება და მხოლოდ თუ კავშირის გამო არ წავედი აქ, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ დაკავშირი რო ყოფილიყო, აქ იქნებოდა კონსენსუსის შესაძლებლობა და თუ კავშირი იყო უბრალოდ მხოლოდ დაპირისპირებისთვის შექმნილი, რეალურად ვერც მეცნიერი და ვერც რელიგიის წარმომადგენელი ვერ მომიყვანს ვერც ერთ მაგალითს, მაგალითად ბიბლია, სადეწინააღმდეგება იმას, რასაც ცერნის კოლაიდერი იკვლევს. ფაქტიურად ასეთი რამე არ არსებობს, თუ რომელიმე მცდარი წარმოდგენები არ აქვს თავის სფეროში. ჯენზის და ჩვენს შორის განსხვავებები მდგომარეობს შემდეგში. ბევრი კარგი დადებითი არსებობს, რაშიც გჯობნით თქვენ ჩვენ თაობას, რომელსაც ესე ვთქვათ წინაპრებს გვეძახით და ბევრი რაღაცა გვაქვს საერთო და მინდა ამებზე ვისაუბრო. ბევრი რაღაც ნეგატიური არის, რომელშიც განსხვავებები არის. პირველი დადებითი, რაშიც რითაც თქვენ ჩვენ თაობას აშკარად ჯობნით, ეს არის ნაკლები რამ გეთაკილებათ, ის რაც სინამდვილეში სათაკილო არ იყო, უბრალოდ ჩვენს თაობას ქონდა რაღაც 90-იანებში შემორჩენილი ჩაქუქულობა, რომელსაც ვერ აგდებდა და ამის გამო მაგალითად შეიძლება აქციაზე დგომა ყოფილიყო მისთვის, ესე ვთქვათ, გრეხი, რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, მოკლედ ყველაფერი მიმართული იყო იმაზე, რომ ახალგაზრდა არ ყოფილიყო სოციალურად აქტიური, მით უმეტეს პოლიტიკურად აქტიური, ამაზე ეს ნაწილი კარგად გადატეხა თქვენმა თაობამ. მაგალითად ჩვენგან განსხვავებით. ჩვენი პლუსი რაც შეიძლება რომ მარტივად გითხრათ არის ის რომ ჩვენ პლუსი არ შეიძლება ეწოდოს უფრო გამოცდილება, ჩვენ ვიცით ვერაგობის თამასა უფრო მწარე გვაქვს ნანახი გამომდინარე იმ პერიოდიდან რომელშიც ცხოვრობდით და ბევრი ჩემი
თაობის წარმომადგენელი და მეთანხმება, რომ ჩვენ მოლოდინები უფრო ნეგატიური გვაქვს, ვიდრე თქვენ, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს შეიძლება მოქმედებას ასუსტებდეს ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორე მხრივ გვაშინებს, რომ თქვენ გულუბრყვილოდ და მოუმზადებლად არ დახვდეთ იმ პერიპეტიებს, რომლებიც ყველა ვარიანტში შეხვდებათ გზად. რაც შეეხება გაშავებას. გაშავება, გეტყვით, რომ სიტყვით იგივე გაშავებებით გვაშავებდნენ ჩვენ, როდესაც თქვენი თანატოლები ვიყავით. არ დაწყებულა ეს გაშავება თქვენით და არც თქვენით დამთავრდება, ამას გეტყვით. მაგალითად, თქვენ პრემიერ-მინისტრმა დაგიძახათ სატანისტურ ფორმებში გამოწყობილი ახალგაზრდები. მე საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს სატანისტური ფორმა. საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს სატანისტური კი არა, მაგალითად ქრისტიანული ფორმა რას ნიშნავს. ანუ თქვენ თუ გეგულებათ რაიმე ქრისტიანის ფორმა, რომელიცაც იწმევენ ხოლმე ქრისტიანები, არ ვიცი, აუცილებლად მომწერეთ, დამიკომენტარეთ. დამაწიეთ თქვენი აზრი და თუ არსებობს საერთოდ სატანისტის ფორმა, რატომ იცის პრემიერ-მინისტრმა ეს ფორმა კონკრეტულად რა ადგილას აქვს ნანახი, ეგეც საინტერესო იქნება და მე ყოველ შემთხვევაში შევეკითხებოდი ჟურნალისტი რო ყოფილიყავი, რომელიც მას იმ მომენტში ესაუბრებოდა. იგივენაირად ზუსტად ხდებოდა ჩვენზეც. ჩვენ შემთხვევაში სუბკულტურები განაწილებული იყო დაახლოებით ესე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ განებიბრებულები არ ვიყავით რაღაც სოციალური ქსელების სიმრავლით, რომლითაც ახლა თქვენ და თქვენ შეგიძლიათ დღეღამის ნებისმიერ დროს საკუთარ აუდიტორიას მიმართოთ ძალიან მარტივად. ჩვენ ამის უფუნება არ ქონდა და ამიტომ ჩვენ ვიბრძოდით რაღაცა შეგვექნა ჩვენი პატარა კომუნიკაციის შესაძლებლობები. მაგალითად არსებობდა რადიოები, რომლებიც მუსიკალური ინტერესების მიხედვით ყოფდა ხალხს, მაგალითად როკის რადიო იყო რაღაცა სადღაც სხვა R&B-ს ან რამეს უსმენდა ხალხი და ტელეფონის ზარებით ხდებოდა კომუნიკაცია, ნიკნეიმები ჰქონდა ადამიანებს და თავის აზრს უსვლიდნენ. არსებობდა ფან-კლუბები, რომლებშიც იკრიბებოდნენ და იყო მაგალითად ფანკების ფან-კლუბი, როკერებს ჰქონდა ფან-კლუბი, რაღაცა სადღაც არსებობდა მეტალისტები, უფრო მძიმე რაღაც გოთები, ემოები წამოვიდა მერე და ასე შემდეგ. ანუ ბევრი სუბკულტურა არსებობდა, რომელიც ცდილობდა ამ კომუნიკაციის შექმნას. ჩეთები არსებობდა, რომელსაც ტელეფონით მართავდით და მაგ პერიოდში მე ეს ტელეფონი მქონდა, თუ ვიპოვე ფოტო ამოვანათებ. მივხვდით, რომ 130-130-ზე ქონდა სულ რეზოლუცია ტელეფონის ეკრანს, რაც მინიმუმ მიგახვედრეთ რა ტიპის განუვითარებლობასთან ქონდა საქმე ტექნოლოგიურთან მაშინ. თქვენი მოხერხება დღევანდელ დღეს არ მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ თქვენ მაგალითად ხართ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ტექნოლოგიურად განვითარებულ ეპოქაში ცხოვრობთ, სადაც თქვენი აზრის თუ ესე ვთქვათ თქვენს აუდიტორიასთან წვდომის სიტუაცია გაქვთ გამარტივებული, შეგიძლიათ უბრალოდ ლაივი ჩართოთ, პირდაპირ ისაუბროთ, ისევე როგორც ახლა მე ვსაუბრობ, მაგალითად დავწერა ვიდეოს და გაგიზიარებთ. გაშავება ხდებოდა ჩვენზე ზუსტად იგივე. მაგალითად როკერებს ეძახდნენ სატანისტებს. ეგ კი არა გეტყვით, რომ შეიძლება არ ახსოვდეს და ვისაც ახსოვს და ვინც ავტორია, თუ მომისმენს, არ ვიცი, შეუძლია ხელი არ მოგიდოს მაგ ვიდეოს, იმიტომ რომ ეგ ვიდეო უკვე ბევრგან არის. ეს არის გადაცემა იყო, სადაც მაგალითად სატანისტებად მოინათლნენ როკერები, რომლებიც თითქოს რაღაც კატას აწამებდნენ თუ რაღაც მსგავსი. სინამდვილეში ხდებოდა ესე, კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული გადაცემიდან მიდიოდა უნივერსიტეტში, ნახულობდა ადამიანებს, ან რა ვიცი, სადაც შეკრების ადგილები ჰქონდათ ფან-კლუბები, მიდიოდა და უბრალოდ პირდაპირ თავაზობდა, რომ მოდი რა, ჩვენ რაღაცას გადაგიღებთ, ჩაგაცმევთ, არ ვიცი, ალბათ რაღაც ხონორასაც შეთავაზებთ და ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ახლობელმა ადამიანმა იდინახუის პასუხით, რათაც იმსახურებდნენ ამითი მოიშორა ესეთი ხალხი, მაგრამ იყვნენ ვინც დათანხმდნენ ამას და მერე უკვე კეთდებოდა გადაცემა თუ როგორ თურმე რაღაცა კულტურულ რაღაც ესე ვთქვათ საქმიანობას ეწეოდნენ ეს ახალგაზრდები და საბოლოოდ ჯამში სტიგმატიზებული ვიყავით ისინი, ვინც უბრალოდ უსმენდით როკს და რა ვიცი, შავი ტანსაცმელი გვეცვა თუ გრძელით მოგქონდა იმ პერიოდში. ავტომატურად ეს ადამიანები ვიყავით დაგმობილნი, მახსოვს რომ უნივერსიტეტში პიჯვარს იწერდა ერთ-ერთი ლექტორი, სახე და გვერდით მახსოვს ქალბატონო და ასე შემდეგ და როდესაც დამინახავდა, იმიტომ რომ უბრალოდ გრძელით მოგქონდა just და ასე შემდეგ. ანუ სტიგმატიზება ხდებოდა საზოგადოების. ზუსტად იგივე ნარატივი არის დღესაც. სატანისტების ჩაცმულობა და სატანისტების დაძახება მაშინაც სატანისტების დაძახება ახალგაზრდებისთვის ეს არის ერთ-ერთი უძველესი გაშავების პრინციპი, რაც ისტორიას ახსოვს მე მგონი, იმიტომ რომ ჯერ კიდე
ალბათ რა ვიცი წითურთმიანებს ცეცხლზე წვავდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. გადაცემა რომელიც აშავებდა როკერებს და წარმოაჩენდა მათ რაღაც სატანისტებად და გადაღებული და დამონტაჟებული იყო ადამიანის მიერ, რომელიც თვითონ აკეთებდა იმას, რასაც მერე უღებდა თითქოს სხვები აკეთებდნენ და თვითონვე იყო ამის ორგანიზატორი და იდეის ავტორი, რომ თითქოს რაღაც რიტუალი უნდა ჩატარებულიყო. თავად იყო ამის შემოქმედი, ასე ვთქვათ და ეს ამ ადამიანის გვარიც კი რუსულია, თქვენ წარმოიდგინეთ. ალბათ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. წყარო ინფორმაციის, რომელზეც ეს გადაცემა საუბრობდა, რუსეთიდან იყო მომავალი და ინფორმაცია, რაზეც საუბრობდა, მაგალითად, ესე ვთქვათ, სატანიზმში თითქოს არსებობს ცხოველის მოგდინება ესე ვთქვათ, სარიტუალო მიმართულებით, მოიხსენიებდნენ ლავეიზმს, რომელიც საერთოდ არ გულისხმობს ერთ-ერთი ყველაზე რბილი სატანიზმია, თუ შეიძლება ასე დაირქვას, რომელიც საერთოდ გულისხმობს ცხოველის გარდაცვალებას მხოლოდ საკვები ინტერესის შემთხვევაში, როგორც ან ნადირობის შემთხვევაში. ასე რომ პროფესიონალურად გაუმართავი იყო, სპეციალურად დამუშავებული იყო იმისთვის, რომ სტიგმატიზება მომხდარიყო საზოგადოების, ინფორმაციის წყაროდან დაწყებული შემოქმედით დამთავრებული, ვინც ქმნიდა ამას, ჩარეული იყო რუსი ადამიანები ამ საკითხში და ზოგადად ეს ასე ხდებოდა. ეს არ არის ახალი, ეს ხდებოდა ყოველთვის და ისწავლეთ ამასთან ურთიერთობა როგორ ცდილობენ გაგაშა. ამის პარალელურად ხა ეს ერთი ხელით ეს გადაცემა გადიოდა. მეორე მხარეს არსებობდა მაგათაც ჯგუფი, რომელიც დადიოდა და ამტვრევდა სასაფლავოებზე ქვებს, საფლავის ქვებს და ეს ჯგუფი არ იყო არც ფან-კლუბი და არც რაიმე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ჯგუფი არ იყო, ეს კონკრეტული ჯგუფი იყო, რომელსაც ამის თავისუფლება ჰქონდა, რომ ეკეთებინა, არ მინდა მაგაზე ვისაუბრო და შემდგომ მე უკვე ეს რაღაცა ბრალდებოდა ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ვიცი უნივერსიტეტის გზაზე რომ მივდიოდით ავტობუსით, შეიძლება რომ დაინახა რაღაც ბებიები გვერდზე აფურთხებდნენ ხოლმე, რომ დაგვინახავდნენ, რა კი როკერები ვიყავით და გუშინ გადაცემას უყურეს, რომ როკერები სატანისტები ვართ და რაღაცა აი ძალიან ცუდი ხალხი ვართ. ეს გაშავება ყოველთვის მიმდინარეობდა, ზოგადად ზოგიერთ ქვეყანაში რევოლუციის მიზეზიც კი გახდა როკი, ასე რომ კულტურულად მნიშვნელოვან განვითარებას ყოველთვის ყავს მოწინააღმდეგე ხელისუფლების მხრიდან. იმის გამომდინარე, რომ თუკი თქვენი წინაპარი როგორც გვეძახით, ასევე ჩვენ როგორც გვაშავებდნენ, იყო წინაპარი იმისი, როგორც გაშავებენ თქვენ. ყველაფერი ესე მოგვდევს, ესე ვთქვათ, ათადან და პაპათაგან მოდის ჩვენამდე. კიდევ ერთი საკითხი დაპირისპირებასთან დაკავშირებული არის ის, რომ ევროკავშირის მოწოდება ამ შემთხვევაში არის დეპოლარიზება და ზუსტად ამ დროს, როდესაც დეპოლარიზება გვაქვს შესასრულებელი როგორც სახელმწიფოს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა წინ წავიძიოთ ამ პროცესში, ზუსტად ამ დროს ხელისუფლება თვითონ აკეთებს კონტრაქციას. ზუსტად ამ დროს ხელისუფლებას აქვს შექმნილი ცრუ ტრადიცია ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც რელიგიური კონტრაანალოგია კონკრეტული შეკრების, რომელსაც უპირისპირებენ ამ აქციას. ასეთი დაპირისპირებები რელიგიური ხაზით ჩვენს დროსაც არსებობდა. ჩვენს დროს იყო თუ იყო. მაგალითად, არსებობდა MMK, მართლმადიდებელი მშობელთა კავშირი, რომელიც მიდიოდა ხოლმე ღონისძიებებზე და არბევდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, მაგალითად მუსიკოსები იყვნენ შეკრებილი და უკრავდნენ, ან მაგალითად ჰელოვინის დღესასწაული ჰქონდათ რაღაცა სამხერლო ივენთი შექმნილი, რომელიც ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი უიშვიათესი მაგალითი იყო, სადაც შეიძლება რაღაცა ალტერნატიული თემატიკით განსხვავებული რაღაც ვიზუალებით შეკრებილი ხალხი ყოფილიყო და რაღაც უბრალოდ მოეთხინათ, ხო? მიდიოდნენ და არბევდნენ, ამტვრევდნენ აპარატურას, რომელსაც დარწმუნებული ვარ დღესაც იმრევლის წარმომადგენლების ნახევარზე მეტი განმოდებითაც შეძენას ვერ შეძლებს, იმდენად მაშინაც ძვირი იყო და ახლა მით უმეტეს და ის ვინც უკრავდა და ყიდულობდა, ასე ვთქვათ, უმეტეს შემთხვევაში რთულად აკეთებდა ამას. ესეც არ არის ახალი იმის თქმა რა, ის ხაზები, რომელიც არის რელიგიის მხრიდან და საზოგადოებასთან დამაპირისპირებელი დაჯგუფებების შექმნა, ის გაშავება, რომ სატანისტები ხართ, რომ ახალგაზრდები, რომ ეს წინააღმდეგობა ხელისუფლებისგან, სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც გაშავებენ და ასე შემდეგ, ეს იყო ჩვენს დროსაც თან ძალიან ბევრი. უბრალოდ ამაზე მაშინ რო საუბრობდით ძალიან ცოტა და ძალიან ყრუდ, იმიტომ რომ ინფორმაციის გაცვლის ის საშუალებები არ ქონდა, რომელიც გაქვთ დღეს.
ეგ არის და ეგ. გლობალური ომის პარტია არ არის ახალი ფრაზა, იმას თუ ახალი გონიათ, ეს არის ამაში დაშენებული გლობალიზაციის როგორც ნეგატიური პროცესის წარმოჩენას, რომელიც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მაგალითად ის რომ ინგლისურის და კომპიუტერის კურსები იხსნებოდა, ბევრი უპირისპირდებოდა ამას როგორც ეროვნულობის დაკარგვის რაღაც სტრატეგიულ საქმიანობას, რომელიც გვართმევდა ქართველობას და საშინელება იყო და იყო გლობალიზაციისკენ მიმართული, რომელიც თავის თავში გულისხმობდა რაღაცას ძალიან ცუდს. ამ გლობალიზაციის, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში არსებობდა როგორც განათლებასთან დაპირისპირებული მოძრაობა, ამისი გაგრძელება იყო უბრალოდ ის, რაც ახლა გესმით გლობალური ომის პარტია. უფრო სწორად დამამძიმებელ გარემოებებში არის იგივე, რაც გლობალიზაციაზე ხდებოდა. გაშავება ხდებოდა ყოველთვის და საბედნიეროდ იმის მოლოდინი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ ის თაობა, რომელიც მაგის გამო რაიმეზე უკან დაიხევს. პრინციპში არც ჩვენი თაობა იყო ეგეთი, უბრალოდ ჩვენ ამას კარგად ვერ მოვენდით, როგორც უნდა გამოგვევლინა. რაც შეეხება ხელისუფლების დაპირისპირებას ახალგაზრდობასთან, არც ეგ არ არის ახალი. გაშავებების პარალელურად სისტემა ყოველთვის წინააღმდეგია იმ აზრის, რომელიც თავისუფლებისკენ მიისწრაფვის. მაგალითად, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის დროს ვსწავლობდი უნივერსიტეტში და მეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერ რამე, რასაც შენ საუბრობ უნივერსიტეტის შესასვლელში, შესვენებაზე, ესე ვთქვათ, დერეფანში და ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია ჩვენამდე იმ მომენტშივე მოდის, ეს ისედაც ვიცოდით, რომ მიდიოდა და კონკრეტულ კათედრაზე, კონკრეტულმა ადამიანმა მითხრა ეს, სახელი და გვარიც მახსოვს სქესის და სახლის მისამართიც, რომელსაც გამომიცხადა, რომ იცი, აი შენ იმდენად სისტემა არ მოგწონს და ისეთი რქებით აწვევი სისტემას, რომ შენ დიპლომს არ მოგცემთ, შენ დიპლომს ვერ აიღებ. რაც შეეხება ურთიერთობას ინფორმაციასთან, თუ როგორ უნდა იურთიერთოთ ინფორმაციასთან, პირველ რიგში მინდა რომ ისევ ჯენზის დაუბრუნდები ერთი წამით, არ დამისრულებია. პირველ რიგში მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ ხოლმე, როდის მოგმართავენ თქვენი თაობის სამახასიათებელი სახელწოდებით ჯენზი. ეს ყოველთვის დადებითი ტონით არ ხდება და აუცილებელი არ არის, როდესაც თქვენს იდენტობას, ანუ ჯენზიობას ხაზს უსვამენ, ეს კეთდებოდეს დადებითი მიმართულებით. მართლა პატივისცემას ყველა არ გიდასტურებთ, დამიჯერეთ. ხშირ შემთხვევაში ეს კეთდება იმისთვის, რომ არა იმისთვის, რომ მხოლოდ თქვენ იგრძნოთ თავის შექებულად, არამედ იმისთვის, რომ დანარჩენმა თაობებმა იგრძნონ, რომ მათი ღვაწლი და წვლილი არის დაუნახავი საზოგადოების მიერ და გაღიზიანდნენ იმათზე, ვის ღვაწლსაც მოიხსენიებენ იდენტობით, ანუ ჯენზით. შესაბამისად, ეს მხოლოდ და მხოლოდ თაობებს შორის დაპირისპირებისთვის გამოიყენება ხოლმე უფრო ხშირად. მხოლოდ და მხოლოდ არა, უფრო ხშირად გამოიყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვისგან არის წამოსული თქვენი სახელწოდების აღმადაღმატრიალი. და მინდა რომ ამასაც ყურადღება მიაქციოთ და იცოდეთ, რომ ყოველთვის საქებრად არ იყენებენ თქვენი თაობის სახელწოდებას. ინფორმაცია მრავალმხრივი მოდის ამ სიტუაციაში, რომელშიც ვართ, განსაკუთრებით მწვავედ ჩანს ეს ყველაფერი, დაახლოებით ისე როგორც კრიზისულ სიტუაციებში ხდება, როგორც იყო მაგალითად კოვიდის დროს რაც ხდებოდა, იმ დეზინფორმაციას როგორც იყო რომ დაუშვათ არ უნდა აუცილებლიყავით თორე რაღაცა მოგვივიდო და მაგ დეზინფორმაციის გამო სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფატალური შედეგი ვიცით აუცილებელი ადამიანების. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ ინფორმაციასთან განსაკუთრებით კრიზისულ მომენტში. კოვიდი იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც სახელმწიფომ საკმაოდ ცუდად ვერ ჩააბარა და დღეს გვაქვს რაც გვაქვს, რომლის დროსაც მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ინფორმაციულ ნაკადთან ურთიერთობისთვის. მთავარი რასაც უნდა დააკვირდეთ არის ის, რომ როგორ გამოიყურება სიმართლე და როგორ გამოიყურება ტყუილი. სიმართლეს ჭეშმარიტებასა და ტყუილს შორის მთავარი განმასხვავებელი არის ერთი. არ არსებობს ორი ჭეშმარიტება, რომელსაც ერთმანეთთან საწინააღმდეგო რაიმე აქვს. მაგალითად ის, რომ რკინა არის მეტალი თუ ლითონი, რაც დაუძახებთ ქართულად ლითონი და არ ვიცი, თეთრი ფერი უფრო ღია ფერია ვიდრე შავი, ამ ორი ინფორმაციას ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება ჰქონდეს. თუ კი ორი ამბავი ერთმანეთთან დაპირისპირებულია, ერთი რომელიმე არის ტყუილი.
ეს ყოველთვის ასე მუშაობს. თუ კი თქვენ გაქვთ პრობლემა ინფორმაციულ ნაკადებში, რომლებიც მოგეწოდებათ და ინტენსიურად მოგეწოდებათ, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც ამ პრობლემასთან ბრძოლაში ხართ ჩართული, რაც დღეს გვაქვს, შეიძლება ამან გამოიწვიოს თქვენს გონებაში, ესე ვთქვათ, დეზორიენტაცია. მთავარი მიზანი პრინციპში ეგ არის, რომ ეს მოახდინოს და ამიტომ უნდა იცოდეთ, როგორ გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს. თუ თანხდებით იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც იღებს კანონს, რუსულ კანონს არის რუსული მიმართებებით, ის პროპაგანდაშიც და ინფორმაციის გაცვლის პრინციპებშიც არის რუსული. რუსეთი ეს არის ქვეყანა, ეს არის რაღაც სოციალური სუბიექტი, რომელიც ნებისმიერ ამას აინიციირებს შემდეგი პრინციპით. თუ სისტემაში შემოაქვს რაიმე პროცესი, იქნება ეს ოკუპაცია, თუ იქნება, არ ვიცი, გადაცემა საინფორმაციო, არ აქვს მნიშვნელობა. აინიციირებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მინიმუმ ორი დასასრული მისთვის არის ხელსაყრელი. ანუ ნებისმიერ მოვლენას შეიძლება ქონდეს განვითარება მრავალმხრივი, მაგრამ მინიმუმ ორი ვერსია თუ ორი განვითარების გზა თუ მისთვის სასარგებლო არ არის, ასეთ ინიციირებას არ აკეთებს. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც რუსული მხრიდან მოდის თქვენამდე, აუცილებლად მასში არსებობს მინიმუმ ორი დასასრული, რომელიც მისთვის არის ხელსაყრელი. ხშირ შემთხვევაში ამ ორ დასასრულს დაპირისპირებულ მხარეებად წარმოგიდგენენ, მაგალითად რო გითხრათ, ანუ A და B კი არ არის, A და B კი არ არის, მაგალითად გეუბნები რომ არის A და H. ანუ A და Z პირობითად რა და გეუბნებიან ეს ორი დაპირისპირებული მხარეა, როდესაც ადამიანის გონება აღიქვამს დაპირისპირებულ მხარეებს, ტვინი ავტომატურად წყვეტს, რომ ამის გარდა სხვა ვერსია არ არსებობს, არჩევანის გაკეთებას იწყებს ორს შორის, იმიტომ რომ ადამიანის გონება პოლუსურ აზროვნებას არის მიჩვეული, მაგალითად დღე და ღამიდან დაწყებული და პლუს მინუსით არის ნებისმიერ მსგავსი შიმშილი და დანაღრევით დამთავრებული ყველაფერში ამ ორობით სისტემას მიყვება ადამიანის გონება. შესაბამისად, როდესაც ხუთი ალტერნატივას რო არსებობდეს მოვლენის, თუ კი ორს იქიდან ამოარჩევენ და დაპირისპირებულ მხარეებად გაჩვენებენ, თქვენ აუცილებლად იწყებთ არჩევანის კეთებას მარტივი მიდგომით, პირველი შეხედვით აუცილებლად ამის კეთებას იწყებთ. ამიტომაც შეგიძლიათ ყოველდღე მიაქციოთ დაპირისპირებული მხარეები და ორი დაპირისპირებული გამოვვალობა, რატო შეიძლება მოვიდეს თქვენამდე როგორც ინფორმაცია, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ მიხვდეთ, საიდან მოდის ეს ილუზია, თითქოს ეს მართლა-სიმართლე და თითქოს რაღაც გამოუვა სიტუაციაში ვართ ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს და არც ერთი არ გვინდა ქართველებს. რეალურად ეს ასე არ არის, რეალურად გამოსავალი რამდენიმე ვერსიით არსებობს, სხვადასხვა გზებითა და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მხარდაჭერებით და თავი არ ჩაიგდოთ რაღაც სასოწარკვეთაში, რომელიც რეალურად არ იქნება მართალი. მით უმეტეს აქვე გავაფრთხილებთ, რომ სასოწარკვეთა და დაღლა არ აგერიოთ ერთმანეთში ძალიან ხშირად ემართება ადამიანს ეგ მომენტი, რომ როდესაც ფიზიკურად დაღლილი ხარ, ან თუნდაც ემოციურად დაღლილი ხარ, გეჩვენება თითქოს რაღაც სასოწარკვეთასთან თუ რაღაცა ესე ვთქვათ დემოტივირებულობასთან ასოცირდება ეს მდგომარეობა და სინამდვილეში უბრალოდ კარგად ყვება, გამოძინება გჭირდებათ მაგ მომენტში და მეტი არაფერი ენერგიებს აღიდგენთ და ბრუნდებით ისევე იგივე მდგომარეობაშიც იყავით. ასევე როგორ ვიურთიერთოთ ინფორმაციასთან, არის ესეთი საკითხი, ინფორმაციის ნაკადები არის ნახტომისებური, რომელიც მოდის თქვენამდე, თუ კი ის მოდის დეзинფორმაციული. მაგალითად, ბევრ შემთხვევაში, როდესაც დღეს რაღაცას გეუბნებათ, ნარატივს გივრცელებთ მართველი გუნდი, გუშინდელ მათივე ნარატივ შეიძლება უარყოფდეს, უპირისპირდებოდეს და იგივე პრინციპით, რა პრინციპითაც თავში ვსაუბრობდით, რომ თუ ორი ინფორმაცია წინააღმდეგობაშია, შეიძლება ერთი უეჭვი მინიმუმ ერთი ტყუილი იყოს, ამ პრინციპით შეგიძლიათ დაადაროთ ნებისმიერ რამეს. შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოვიდა და მასში არ ახართ დარწმუნებული, ნამდვილია თუ არა, დაუდაროთ ინფორმაციას, რომელიც გაქვთ და დარწმუნებული და არგუმენტირებული ხართ, რომ მართალია. აუცილებლად არ მოერგება და შესაბამისად თქვენ გამოვიტანთ დასკვნებს სწორ ინფორმაციასთან გაქვთ საქმე თუ არა. აუცილებლად მოვა თქვენთან ნარატივი ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს Facebook-ით, იქნება ეს რაღაცა ტელევიზიიდან, იქნება ახლობლების თუ კეთილმოსურნეების აზრები, რომლებიც თქვენამდე მოვა. შესაძლებელია ეს მართლა თვითონაც ვერ გაიაზროს, შეიძლება თქვენ ამ მშობელმაც კი ვერ გაიაზროს, პროპაგანდა ისე იყოს მასზე, ისე მოქმედებდეს და გიზიარებდეთ აზრს, რომელიც შორსაა ჭეშმარიტებისგან. ამიტომ ისწავლეთ
ნაკლები ემოციით შეხედოთ ამ ყველაფერს და ცოტა უფრო მეტი გადახარშვის და გააზრების საფუძველზე მიიღოთ გადაწყვეტილებები. მადლობა.